14 პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელმოწერილია დოკუმენტს, რომელიც საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს დონალდ ტრამპმა ხელი ვერსალის ისტორიულ სასახლეში მოაწერა. თუმცა რამდენად ისტორიულია თავად შეთანხმება და მიღწეულია თუ არა ის მიზნები, რომელიც ირანის წინააღმდეგ შტატებისა და ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის საფუძველი გახდა. ელექტრონულად ხელმოწერილ დოკუმენტს მწვავე კრიტიკა უკვე მოჰყვა. მემორანდუმი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების მხრიდან კაპიტულაციად და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ცხადდება. პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირ ადანაშაულებენ ირანის სასარგებლო ზედმეტდათმობებში და კონფლიქტის დაწყებამდე არსებული სტატუს დაბრუნებაში. მაშინ, როდესაც ტრამპი კრიტიკოსებს სულელებად მოიხსენიებს და თავს გამარჯვებულად აცხადებს, საპირისპიროს ამტკიცებენ თეირანში. თაკო მუშკუდიანი დეტალებით. 1919 წლის შემდეგ პარიზის გარეუბანში მდებარე ვერსალის სასახლე კიდევ ერთი ისტორიული პროცესის მომსწრე გახდა. საფრანგეთის პრეზიდენტთან ვახშამზე მისულმა დონალდ ტრამპმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რითიც თეორიულად ვაშინგტონსა და თეირანს შორის თითქმის 4 თვიანი ომი დასასრულს მიუახლოვდა. ის ხელმოწერილია, ხელი მოვაწერე ვერსალში. ტრამპის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ასლი კი ირანში მყოფ ქვეყნის ლიდერს მასუდ ფეზეშკინიას გაეგზავნა ხელმოსაწერად. ეს არის ისტორიული დოკუმენტი და გზავნილი ძლიერი ირანიდან მშვიდობა იქნება მიღწეული ორმხრივი პატივისცემით. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის იყო ერთგული და ურყევი გლობალური მშვიდობის მიმართ, ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, ასევე პროგრესისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართ. 14 პუნქტიანი მემორანდუმი ვაშინგტონს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ირანის მიერ გავრცელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მხარებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60 დღე აქვთ. ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ხოლო დოკუმენტი ავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონულ პარტნიორებს შექმნა $300 მილიარდი ოდენობის რეკონსტრუქციის ფონდი ირანისთვის, რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს. დოკუმენტის მხოლოდ ერთი, მერვე პუნქტი ეხმაურება ამ ნაწილს. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა შეთანხმდნენ, რომ დაგროვილი გამდიდრებული ბირთვული მასალის ბედს განსაზღვრავენ ორმხრივად შეთანხმებული მექანიზმის საფუძველზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ოპერაციების ხელახლა დასაწყებად, თუ ამ მოლაპარაკებების ვადების განმავლობაში ირანი არ გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, რომ გააკეთებს. კერძოდ უარ სიტყვის ბირთვულ იარაღზე, უარ სიტყვის ბირთვულ ამბიციებზე, გადასცემს თავის ბირთვულ მასალებს და დახურავს ბირთვულ ობიექტებს. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში კვლავ დაიწყოს მოქმედება. დასჭირდება თუ არა ვაშინგტონს და ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლება ის იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეძლებენ მხარეები ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ლიბანის ნაწილზეც. შეთანხმების თანახმად მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. სწორედ ლიბანში არსებული ვითარების გამო თელ-ავივსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი პოლიტიკურ ჩიხში შედის. ისრაელს უფრო შეზღუდული მოქმედებები მოუწევს, ვიდრე აქამდე ქვეყანას ასევე სავარაუდოდ სამხრეთ ლიბანიდან ჯარების გაყვანა მოუწევს. რა თქმა უნდა, ეს 60 დღის შემდეგ გახდება საჭირო, თუ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სრული შეთანხმება იქნება მიღწეული. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი კვლავ გააგრძელებს მუშაობას ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებისა და ფინანსური ნაკადების შეზღუდვაზე. რაც შეეხება რეაქციებს თავად ვაშინგტონში. აქ პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია. შეთანხმება ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის შეშფოთებას იწვევს, ხოლო თავად რესპუბლიკელი სენატორები აცხადებენ, რომ რონალდ რეიგანი საფლავში ტრიალებს. როგორც ჩანს, პოლიტიკურ წრეებში შიშობენ, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის პოზიციები გლობალურ ასპარეზზე სუსტდება. უმთავრესი კი ისაა, რომ ტრამპმა ჩააგდო საკუთარი ომის მთავარი საგარეო პოლიტიკური ტესტი. მან ვერ გააუმჯობესა ამერიკელი ხალხის მდგომარეობა. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ გახარებულები, რომ ომი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის ასეა. უდავოა, რომ ტრამპი ყველა დამსახურებას საკუთარ თავს მიაწერს. ეს კი იგივეა, ხანძრების გამჩაღებელი ტრაბახობდეს, რომ თავისივე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრო, მას შემდეგ რაც ნახევარი სახლი დაიწვა. შეთანხმებით უკმაყოფილო პირები კი დონალდ ტრამპის განრისხებას იწვევენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ასეთ ადამიანებს სულელებს და შურიანებს უწოდებს და ხაზს უსვამს ეკონომიკურ ცვლილებებს, მათ შორის ნავთობის ფასის კლებას. ეს სულელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირანის მიმართ საკმარისად მკაცრი არ ვიყავი, მაშინ როცა საფონდო ბირჟამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ნავთობის ფასები ეცემა. შურთ ან ცუდი ადამიანები არიან, ან სულელები.
თეირანის ქუჩებში კი დღეს გაზეთის საყიდლად მისულ მოსახლეობას პირველ გვერდზე ტრამპის ფოტო და ხვდათ წარწერით დიდებული მარცხი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ირანი ამ ომში თავს გამარჯვებულად თვლის. ეს მოსაზრება კი დიდად არ განსხვავდება ექსპერტების ნათქვამისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უპირობო კაპიტულაციის ნაცვლად ტრამპმა უფრო ერთიანი ირანი მიიღო. თეირანის მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მათ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედროებთან დაპირისპირებისას დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ეკონომიკური ქაოსის მთავარი იარაღად გამოყენება. შეთანხმების ძირითადი პრინციპები უკვე შეთანხმებულია. ხელმოწერის მთავარი ცერემონია, რომელიც ხოლ ჟენევაში იყო დაგეგმილი, კი გაუქმდა. მხარეების განცხადებით ტექნიკური დეტალები მომავალ ეტაპზე იქნება განხილული. შეასრულებენ თუ არა ქვეყნები ნაკის ბრალდებულებას და გახდება თუ არა ეს შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ძირეული ცვლილებების მიზეზი ამას დრო აჩვენებს.